თავდაცვის სამინისტრო აცხადებს 4 ტენდერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განლაგებულ ჩვენ სამხედრო ბაზებზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების უზრუნველყოფის მომსახურეობის კუთხით. ეს შესყიდვები განხორციელდება დაგეგმილია რომ განხორციელდეს შემდეგი რეგიონული პრინციპით. პირველი ტენდერი იქნება თბილისი, ცხეთა, გორი, ახალციხე, მეორე ტენდერი გამოცხადდება კახეთის რეგიონში, მესამე ტენდერი გამოცხადდება იმერეთის რეგიონში და მეოთხე ტენდერი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების დღეში 3-ჯერ ნორმირებული ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა, როგორც სასადილოში, ასევე საველე პირობებში. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გადასცეს გამარჯვებულ კომპანიებს ის ინფრასტრუქტურა, ანუ სამზარეულო მანქანა-დანადგარები, რომელიც ჩვენ გვაქვს და უკვე ვადაგასული ინფრასტრუქტურის შევსება და შეკეთება და გადაცემა მოხდება წლევანდელი წლის 31 დეკემბრამდე. დღეს ასევე თქვენ ხედავთ, რომ ჩვენთან მოწვეულია ჩვენი წარმატებული სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავითი. საგანგებოდ მოვიწვიეთ ბატონი დათო, იმიტომ რომ ჩვენმა მთავრობამ იცით აიღო ვალდებულება წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და არაერთხელ გაუმეორებია ეს პრემიერ-მინისტრომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და აქცენტი ჩვენი შიდა ეკონომიკური ასე ვთქვათ პრიორიტეტების არის სოფლის მეურნეობის განვითარება. სწორედ ამიტომაც რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთ მთავარ პირობად ჩაიდება შემდეგი, რომ წელს 2013 წელს გამარჯვებულმა ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სამხედრო მოსამსახურეების კვების ხვედრითი წილის მინიმუმ 45% უნდა იყოს ადგილობრივი ქართული წარმოების, ხოლო მომავალ წელს 2014 წელს მინიმუმ 55%. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯით თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მართლა წავახალისებთ და სტიმულს მივცემთ ადგილობრივ წარმოებას ჩვენს ქვეყანაში. მინდა ბატონი ირაკლი და თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადო ამ გადაწყვეტილებისთვის. ისიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაბიჯს ქართული სოფლის მეურნეობისთვის. როგორც მოგეხსენება, წლების მანძილზე შესყიდვების საკითხი ყოველთვის იყო დაკავშირებული იმასთან, რომ სურვილი გამოითქმებოდა ფერმერების მიერ, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლების მიერ, რომ დაგვეხმარეთ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებასთან, აი კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული. მინდა გითხრათ, რომ ეს ზუსტად კოორდინაციაშია იმ დღევანდელ საქმიანობასთან, რასაც საქართველოს მთავრობა პრემიერის ინიციატივით ეწევა და იცით, რომ დაწყებულია საგაზაფხულო ხვნის პროგრამა დაახლოებით 250,000 ჰექტრამდე დამატებით შევა წარმოებაში, ეს გახლავთ 650,000 ბენეფიციარი, რომლებიც თავიანთ წარმოებულ პროდუქციას დიდი იმედი მაქვს სურვილის შემთხვევაში შეძლებენ, რომ მიაწოდონ ქართულ ჯარს. ამისთვის დიდი მადლობა და ვფიქრობ, რომ მომავალში აი ეს პროცენტი, რაც ნათქვამი იყო, კიდევ უფრო გაიზრდება და ქართული ჯარი და არა მარტო ქართული ჯარი მომარაგდება ძირითადად ადგილობრივი წარმოების პროდუქციით.